რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს. ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ცხეთის, სამშვილდისა და ნეკრასოვის ქუჩებზე ახალი გზების მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით აქ სანიაღვრე სისტემის მოწყობაცაა გათვალისწინებული. სამივე ქუჩაზე გზა დაიგება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. პარალელურად ახალი გზის მშენებლობა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება მიმდინარეობს მოდებაძის ქუჩაზეც. გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ზედგენიძის, გრანელის, გიორგაძის და ჯავახიშვილის ქუჩებზე. წელს რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა 65,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. რუსთავის მერის გუნდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყეთ. ეს არის ჭყონდიდელის უბნისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ნეკრასოვის, სამშვილდის, მცხეთის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაში დაიწყება. მოეწყობა ბეტონის საფარი, ასევე გაკეთდება სანიაღვრე სისტემები და ჩვენ მივიღებთ უკვე აღნიშნულ ლოკაციაზე განახლებულ ინფრასტრუქტურას. პროექტის ღირებულება არის 1,700,000 ლარი და სამუშაოების დასრულებას ველოდებით სექტემბრის თვეში. მიხარია, რომ ერთდროულად რამოდენიმე პროექტი ხორციელდება. ეს ჩვენი უბნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.